მოგესალმებით, დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ევროპული საქართველოს გორის ორგანიზაციის სიის პირველი ნომერი ვახტანგ მარწუშვილი. მადლობას მოგახსენებ ვახოთ ჩვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირველივე კითხვით გადმოვალ, როგორ ფიქრობ, როგორ წარიმართება ზოგადად თვითმმართველობის არჩევნები ზოგადად შიდა ქართლში და გორში? პირველ რიგში მოგესალმებით თქვენ თქვენს მაყურებელს. რაც შეეხება კითხვას, სამწუხაროდ კარგი მოლოდინები ნამდვილად არ მაქვს, იმიტომ რომ ქართულ მოცემად დაგვანახა როგორი ბინძური ხერხები და მეთოდები შეუძლია ბრძოლა დემოკრატიის წინაშე. განსაკუთრებით, როდესაც საფრთხე მეუქდება ძალაუფლების დაკარგვას და როდესაც საქმე მიდის უშუალოდ არჩევნებზე. არჩევნების დროს ხედავთ ხომ როგორ იყენებს ესე ვთქვათ აკრძალულეთებს პოლიტიკაში, როგორ ცდილობს ხალხის მოსყიდვას, დაშინებას და მთლიანად ადმინისტრაციული რესურსის სათავისოდ გამოყენებას. ამის გათვალისწინებით ნამდვილად არ მაქვს იმის მოლოდინები, რომ არჩევნები ჩაივლის მშვიდ ვითარებაში, ვინაიდან არც ჩვენ ოპოზიცია არ ვაპირებთ, რომ დავუთმოთ რაიმე, არ ვაპირებთ, რომ მათი შეგვეშინდეს, დავუთმოთ თუნდაც ერთი ნაბიჯი და ამ ბრძოლაში გავყვებით ჩვენ მაქსიმალურად ბოლომდე, სანამ არ მივახცევთ გამარჯვებას. გასაგებია. როგორ წარმოგიდგენია საკრებულოში მუშაობა? პირველი ნომერი ხარ სიის და დიდი ალბათობა იმისა, რომ მოხვდები საკრებულოში. როგორ გესახება მიზნად, რას შეცვლი ან რას გააკეთებ ზოგადად მოსახლეობისთვის? როგორი დეპუტატი იქნები ერთი? კი ბატონო, მიზანს რაც შეეხება, ჩემი მიზანი ყოველთვის ერთი და იგივე იყო, არის და იქნება. მიუხედავად იმისა, საკრებულოში ვიქნები თუ არა, ჩემი საქმე იქნება ერთი და იგივე, ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ჩემ ქალაქს და მე მოხარული ვიქნები, რა თქმა უნდა, საკრებულოში მუშაობით, საცეამონოა ზოგადად, როდესაც ადამიანის ინტერესი და სამსახური, ესე ვთქვათ, ერთმანეთს ემთხვევა და ალბათ ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ გორს გაუხარდება, როდესაც მეც ემას საშუალება, რომ მისი საქმიანობა დაკავშირებული იყოს ქალაქის კეთილდღეობასთან. მგონია რომ ბოლომდე მომიწევს დახარჯვა და როგორც ახალგაზრდა თავების წარმომადგენელმა მაქსიმალურად მაგალითად უნდა მივსვეს სხვა დანარჩენებს, რომ ვიყოთ აქტიურად ჩართულები ქალაქის თავსაკანონმდებლო ორგანოში მუშაობის დროს და ჩვენი მაქსიმუმი შესაძლებლობისა ვაჩვენოთ, როგორ შეგვიძლია რომ ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს. ბახო, რა ცვლილებებს ელი ძირფესვიან ცვლილებებს ზოგადად არჩევნების შემდეგ? თუ ამ არჩევნებს გულისხმობთ, პირველ რიგში მე ამ არჩევნებისგან ველი იმას, რომ ამ არჩევნებს უნდა მოყვეს აუცილებლად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ვინაიდან პარლამენტი დღესდღეობით არ არის ლეგიტიმური, როგორც ჩემს თვალში, ასევე ქართული საზოგადოების თვალში და უმთავრესი არის, რომ პარლამენტმა მიიღოს ლეგიტიმაცია და ამით საუცხლებელია ხელახალი არჩევნები ჩატარდეს, რომელიც იქნება სამართლიან ჩარჩოებში მოქცეული და რომელიც იქნება სამართლიანი პირველ რიგში ჩვენი მოსახლეობისთვის. უფლება უნდა მიეცეთ და საშუალება უნდა მიეცეთ მოქალაქეებს, რომ არ ეშინოდეთ არაფრის და ფინანსებმა და გაჭირვებამ არ გადაუწყოთ ის თუ ვის შემოხაზავენ. ანუ ამას ყურადღებას ვაქცევ, ყურადღებას ვამახვილებ მოსყიდვაზე სამწუხაროდ ქართულ მოცემებმა საკუთარ საწოდეს მიაღწია ხალხის ფინანსური მდგომარეობა ძალიან სამწუხარო მდგომარეობაში ჩავიდა და იყენებს ამას ბოროტად. თუ ჩვენ გვექნება ლეგიტიმური არჩევნები, მასშტაბამდე მთავრობაც პარლამენტიც იქნება ლეგიტიმური და შემდეგ უკვე უნდა ველოდოთ კეთილცვლილებებს. ამ არჩევნებისგან პირველ რიგში ველოდები შემდგომში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. არჩევნებამდე დარჩენილია დაახლოებით თვენახევარი 2 თვე. როგორი კვოტირება გაქვთ გენდერულ ბალანსს თუ იცავს თქვენი პარტია? იცით რა, თავიდანვე, როდესაც პარლამენტში კანონპროექტი შედიოდა გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით, ჩვენი პროტესტი გაგვაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალური პარტია ვართ და თქმა უნდა ქალის უფლებების წამოწევის თანახმა ვართ, ვფიქრობთ, რომ დეპუტატს სქესი არ უნდა გააჩნდეს და არანაირად არ არის სამართლიანი, რომ დეპუტატების რაოდენობა სქესის მიხედვით იყოს პარლამენტში თუნდაც საკრებულოში. ეს არასამართლიანად მიმაჩნია, ვინაიდან შეიძლება მოვიდეს ისეთი დრო, შეიძლება შემდეგ არჩევნებზეც უკვე ისეთი დრო ვიხილოთ, რომ უფრო მეტი შემდგარი პოლიტიკოსი ქალი იყოს და ბალანსი კი არ უნდა იყოს დაცული, არამედ შეიძლება ქალების რაოდენობა გადააჭარბოს კიდევაც კაცების რაოდენობაც და ესეც სრულიად მისაღებია, როგორც პირიქით ის, რომ შეიძლება კაცები უფრო მეტად დაინტერესდნენ პოლიტიკით და შეიძლება არც ერთი ქალი არ იყოს პოლიტიკური მოღვაწე. მით უმეტეს ჩვენ ხედავთ, რომ აქტიურად არიან ქალები პოლიტიკურ არენაში ჩართულები და არ ვფიქრობ, რომ რაიმე პრობლემა აქვს მათ, რადგან როდესაც ადამიანი ქალი
ახალი თulis რომ ის პოლიტიკაში უნდა შედგას ფეხი, უკვე ჩამოყალიბებული, ძლიერი დამოუკიდებელი ადამიანი არის და მასზე არ ვრცელდება ის სამწუხარო მოვლენები, რაც ზოგადად ქალებზე ჩვენს ქვეყანაში ვრცელდება ხოლმე. Რა თქმა უნდა, ქალებს დახმარება სჭირდებათ ყველანაირ ასპექტში, ჩვენი ქვეყნიდან გამომდინარე, ხშირად ვაწყდებით ხოლმე ქალთა ძალადობას, ოჯახურ ძალადობას განსაკუთრებით და ამ ხრივ სამუშაო გვაქვს საკრებულოშიც, პარლამენტშიც, მთავრობამაც უნდა იზრუნოს ამაზე, მაგრამ ის რომ კოტირება, ქალთა კოტირება და დეპუტატების რაოდენობა სქესის მიხედვით განისაზღვროს კანონით, ეს მე უფრო დისკრიმინაციულად მიმაჩნია ვიდრე თუმცა ყოველი მესამე ქალი უნდა იყოს პირდაპირ ამას მივესალმები, მაგრამ ამას კანონი არ უნდა გაუვალდებულდეს. როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება დაბალანსდეს ხელისუფლების მხრიდან ისე რომ არც უმცირესობების და არც უმრავლესობების უფლებები არ დაირღვეს? მე ვგულისხმობ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, უფლებები იყო დარღვეული ორივე მხარეს, იმიტომ რომ ხელისუფლება რას უნდა აკეთებდეს ამ შემთხვევაში. ორივე მხარესო იქნებ დამიკონკრეტებული. საზოგადოება, რომლებიც შეკრებილები იყვნენ, მათი უფლებები დაიღვა რამენაირად? მათი უფლებებიც და მე ამას ვსვავ ამ კითხვას. როგორ უნდა იყოს ხელისუფლების მხრიდან გაკონტროლებული, რომ არ დაიღოს არც უმრავლესობის უფლებები და არც უმცირესობების? არ მესმის ეს საკითხის გართულება, მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ კანონი უნდა კანონობდეს, კონსტიტუციას უნდა ქონდეს თავისი ადგილი, უნდა გვესმოდეს, რომ კონსტიტუცია არის ჩვენი სახელმწიფოს მართვის მთავარი ინსტრუმენტი და კონსტიტუციის არც ერთი მუხლი არ უნდა იყოს დარღვეული. კონსტიტუციის სიმყარის გარანტი უნდა იყოს ხელისუფლება და ეს кейსიც, ესე ვთქვათ, ეს საკითხიც აი ამითი ამოიხსნება სრულად. როგორ ფიქრობ, ქართულ ოცნებას ოპოზიციიდან ძალიან ბევრი ოპოზიციური პარტიებია და ქართულ ოცნებას ვინ გაუწევს რეალურ კონკურენციას? ქართულ ოცნებას რეალურ კონკურენციას გაუწევს გაერთიანებული და დასავლური ორიენტაციის პოლიტიკური პარტიები. ჩვენ როგორც უკვე პოლიტიკური პარტიები ვართ შეთანხმებაში შესულები და ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალებით დაუპირისპირდეთ ქართული ოცნების წარმომადგენლებს. ძალიან მარტივი არის ეს ყველაფერი, აგიხსნით, უბრალოდ ვიბრძოლებთ გორის სპეციფიკიდან გამომდინარე გადავწყვეტთ ესეთი რაღაც, რომ ჩვენი სახეები ყავდეს პოლიტიკურ პარტიებს, მაგრამ რა თქმა უნდა, მეორე ტურში რომელი პროდასავლური პარტიაც გაიმარჯვებს, ანუ მეორე ტურში რომელი პროდასავლური პარტიაც გავა, ის მიიღებს ჩვენს პოლიტიკურ მხარდამჭერას და რა თქმა უნდა, ჩვენი ამომრჩევლებიც ლოგიკურია, რომ მათ დაუჭერენ მხარს, რადგან ჩვენი საერთო მტერი ახლა არის ქართული ოცნება, რომელიც აშკარა რუსულ ინტერესებს ატარებს ქვეყანაში და დასავლურ კურსს უკვე დიდი ხანია გადაუხვდება. წეგან ახსენე ოპოზიციურ გაერთიანებას. პოლიტიკურმა პარტიებმა დაკარგეს ხმები ამ გაერთიანების გამო. კი. აი როგორ შეაფასებ ამ პროცესს? ზუსტად ამას გულისხმობ, რომ ყველა საარჩევნო რეგიონს ესე ვთქვათ აქვს თავისი სპეციფიკა, არის საარჩევნო რეგიონები, დიდი ქალაქები, სადაც შერჩეული იქნება საერთო კანდიდატები, მაგრამ ზუსტად გორის სპეციფიკიდან გამომდინარე, იმისათვის რომ ჩვენი ამორჩეველი რაღაც განსხვავებული არის მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები არიან, განსხვავებულ ინტერესებს ატარებენ, განსხვავებულ პოლიტიკურ ხედებს ატარებენ და ამიტომაც გადავწყვეტეთ, რომ ჩვენი კანდიდატებით ჩავერთოთ ამ ბრძოლაში, მაგრამ ლოგიკური იქნება ის, რომ შემდეგ მეორე ტურში, ანუ რომელიც ორი საუკეთესოში უკვე, რომელიც იქნება პროდასავლური პარტია, იმის გვერდში დავდგებით ჩვენ ყველანი, ან სხვები დადგებიან ჩვენს გვერდში. ეს გახარიას პარტიას რო შევეხოთ საქართველოსთვის. რამდენად წარმოგიდგენია ამ გაერთიანებაში გახარიას გუნდი? ჩვენი პარტიის დამოკიდებულება უკვე ცნობილია, რომ გახარიას ჩვენ რეალური მოკავშირედ ვერ აღვქვათ, რადგან გახარია არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკური იდეოლოგიით ჩვენთვის არის სრულიად მიუღებელი. გახარია არის ადამიანი, რომელიც ერთი პოზიციიდან სხვა წინადადებებით გამოდიოდა და ხმამაღლა აჟღერებდა თავის მოსაზრებას და შემდეგ სხვა პოზიციიდან უკვე სხვა მოსაზრებებს აჟღერებდა და ეს უნდობლობას იწვევს მოქალაქეებში და პოლიტიკოსებში და პოლიტიკაში კიდევ უფრო მეტ უნდობლობას იწვევს. ჩვენ ნახეთ როგორ საუბრობდა უხილავი ხელი ერეოდა ხოლმე მმართველობაშიო ქართული ოცნებისო და ბიძინა ივანიშვილზე რამდენიმეჯერ მიიჩნევა გააკეთა, მაგრამ ეს ხიად ბიძინა ივანიშვილს არასდროს არ დაპირისპირებია და ჩემს წარმოდგენით ის არის ადამიანი, რომელიც ამ უხილავი ხელის თანახმა იქნება ყოველთვის და უხილავ ხელს არასდროს არ შეეწინააღმდეგება რეალურად. ანუ მე ვუშვებ იმას, რომ
კახარიას მმართველობის პერიოდში შეიძლება მოვიდეს ესეთი მომენტი, რომ ქვეყანას სახელმწიფოს მართავდეს არა სახელმწიფოს წარმომადგენელი, არამედ ვინმე გარეშე პირი, მაგალითად როგორც დღესდღეობით არის ბიზნეს ივანიშვილი. ნებისმიერ დროს შეიძლება ისევ ესეთი მოცემულობა მივიღოთ და ჩვენი პარტიული იდეოლოგიით პირველ რიგში ვეწინააღმდეგებით ამას ადამიანმა უნდა იცოდეს ვინ არის მათთან პასუხისმგებელი, ვის უნდა მოსთხოვოს პასუხი და უნდა იცოდეს ვინ არის ანგარიშვალდებული მის წინაშე. ახლა ჩვენი პრემიერ-მინისტრი არის ირაკლი ღარიბაშვილი, მაგრამ რაფასი აქვს მის პრემიერობას, მის გადადგომასაც კი სერიოზულად ვერ ფიქრობს, არავინ არ აღიქოვს, ვინაიდან ვიცით რომ უბრალოდ სახელი და გვარის შეცვლით არაფერი არ შეიძლება, წავა ერთი ორკი და დასოვენ მეორე ორკს. ამაში არანაირი პრობლემა არ არის ბიძინა ივანიშვილისთვის და მთავარი პრობლემა ეს უხილავი ხელი ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის ხელი არის მოსაკვეთი პოლიტიკურად რა თქმა უნდა და ამის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ პირველ რიგში. და მე ამის ზაობას გიორგი კახარიასგან მივხვდი. გასაგებია. ამდენი წელია მაინც ოპოზიცია ბრძოლობს ხელისუფლების წინააღმდეგ. რას ფიქრობ რა აკლია ოპოზიციას იმისთვის რომ თუნდაც დაძლიოს ეს პრობლემა? იცით რა არის აი ხშირად გვესმის ხოლმე ჩვენ ქართული ოცნების ლიდერებისგან რომ ჩვენ ვართ დესტრუქციული ოპოზიცია. ზუსტად ეს ხანგრძლივი ბრძოლა აჩვენებს იმას რომ ჩვენში დესტრუქცია არ არსებობს და ვცდილობთ რომ მყარი ნაბიჯებით ეტაპობრივად მივაღწიოთ გამარჯვებას და ყველანაირი მშვიდობიანი რესურსი ამოვწუროთ. იყო მომენტები, როდესაც ხალხის მზაობა იყო, რომ უნდათ უბრალოდ ხელისუფლება შეცვლილიყო და მორჩა. წერტისვავდა, ხალხის მზაობა იყო, ხალხის ნება იყო და ზუსტად იმის გამო ჩვენ დესტრუქციულობა არ გამოვიჩინეთ ოპოზიციამ ეს ყველაფერი არ შედგა, ისევ ჩვენ მოუწოდეთ სიმშვიდისკენ მოქალაქეებს, რომ ყველაფერი კონსტიტუციის ჩარჩოებში დარჩენილიყო და ესენი გვეღწია გამარჯვებისთვის. ზუსტად ამიტომ გაიგრძელა ეს ყველაფერი დროში, ეს პროცესი დროში და ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანიც იყო ოპოზიციისგან, რადგან მხოლოდ ხელისუფლების ცვლილება არ არის თავარი არის ხელისუფლება შეიცვალოს ისე, რომ სახელმწიფო ინტერესები არ დაზიანდეს და სახელმწიფოს იმიჯი არ დაიზიანდეს საერთაშორისო არენაზე. ეს არის სამწუხაროდ მართლ პარტიას და ამის ჭკუალე გონიერება ისევ ჩვენ ოპოზიციას უნდა გვეყოს და ჩვენ უნდა ავიღოთ ეს პასუხისმგებლობა. ყველანაირი ბრძოლის მეთოდი, მშვიდობიანი ბრძოლის მეთოდი უნდა გამოვიყენოთ, მანამ სანამ ამის შესაძლებლობა და რესურსი გვაქვს. ვახო, ჩაგიკითხები წეგან ეხლა ახსენე ოპოზიციას მართებსო ამის დაბალანსებაო, ხო, ამ ყველაფრის და როგორ ფიქრობ ზოგადად ოპოზიციის მხრიდანაც ხო არ ჯობია უფრო სხვა ნაბიჯებისკენ, როგორც ევროპულ ქვეყნებშია, შეიძლება შეხვიდე, ნახო პრემიერი, შეხვდე ხელისუფლების წარმომადგენლებს და თუნდაც პარლამენტში შეხვიდე და ტრიბუნალი გამოიყენო, რასაც ბევრი პარტია მაგალითად არ აკეთებს. კი, ჩვენი პარტია არ აკეთებს, ბევრი არა, სამწუხაროდ ბევრი. ნაციონალურ მოძრაობაც არ შედიოდა, რო არ ჩარეულიყო შარლ-მიშელი და ის დოკუმენტი არ შემდგარი. ვერ დაგეთანხმები, ბევრი პარტია არა, ეს ჩვენი პრივილეგია და ჩვენი სწორისვლა იყო, რომ არ შევედით ამ უყევი პოზიციით ბევრი პარტია ვერ დაიკვეხნის ჩვენი პარტიისგან განსხვავებით. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას აზრი არ ქონდა, თავიდანვე ვთქვით, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი არ შესრულდებოდა, იმიტომ რომ ვიცოდით რამდენად თავხედური გადაწყვეტილებების მიღება შეეძლო ქართული ოცნების ლიდერებს და ყველა ჩვენი გათვლა, რასაც ვფიქრობდით, ყველაფერი წინ დახვდა ოპოზიციას, რომელმაც მინამიტურად გადაწყვეტა შესულიყო პარლამენტში. ჩვენთვის ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური და არ ვაპირებთ ესეთ პარლამენტში შესვლას და ესეთ ტრიბუნის გამოყენებას. პირიქით, სრული ბოიკოტი ეკუთვნის ამ პარლამენტს. ოპოზიციის მხრიდან არ მოეწერა ხელი შეთანხმებას, შარლ მიშელის შეთანხმებას, ხო? და შესაბამისად მე ანულირება გამოაცხადა ირაკლი კობახიძე. კი ბატონო. როგორ ფიქრობ, არის თუ არა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ოპოზიციური პარტიის მხრიდან თუნდაც ხელის არ მოწერის გამო? არა, არანაირ შემთხვევაში, რადგან ეს ხელშეკრულება ამ ხელშეკრულების გარანტი იყო ჩვენი საერთაშორისო მეგობარი ქვეყნები და ასევე საქართველოს პრეზიდენტი, ხო, რომელიც როგორც კონსტიტუციის, ასევე ამ ხელშეკრულების გარანტი უნდა ყოფილიყო, რომ ეს ხელშეკრულება არ დაიღებოდა. აქედან გამომდინარე, მათ პასუხისმგებლობა არანაციონალური მოძრაობის ან ჩვენ წინაშე კი არ ქონდათ, საზოგადოების წინაშე ქონდათ და ჩვენი მეგობრობის წინაშე ქონდათ, სახელმწიფოს წინაშე ქონდათ ეს პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე, მათ ყველა გადაყარეს, მათ გარდა ვისაც ხელი ჰქონდა ამაზე მოწერილი. ჩვენ ესე ვთქვათ, გადაგდებულად ვერ ჩავთვლით თავს, რადგან ჩვენი იმედები არ გაცვლებულა, თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს შედეგს ვერ მოიტანდა ჩვენი დაკვირვებიდან გამომდინარე, მაგრამ სამწუხარო ფაქტი დადგა და ვთვლი, პასუხისმგებლობა მთლიანად უნდა იყოს ამაზე ხელისუფლების წარმომადგენლება. როგორც აღნიშნე, მათ პასუხისმგებლობა ქონდათ არა
პოლიტიკოსების მიმართ აღებული პასუხისმგებლობა ქონათ აღებული საერთაშორისო პარტნიორების მიმართ და ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიმართ და ეს პასუხისმგებლობა უნდა შესრულებულიყო. მათი იქმედება ეს პირდაპირ აფიორა იყო და არ მოვერიდები ამ სიტყვას მართლა გადაგდება ქვია, უბრალოდ გადაყარეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნები და სრულიად საქართველოს სახელმწიფო და ჩვენ ეს დასკვნას ხაერიდან არ გავიკეთებია, ხო? ქონდა ქართულ ოცნებას შუალედები და პროცესებისაც შეიძლება დაემტკიცებინა ის, რომ სანდო პარტია იყო, მაგრამ პირველ რიგში მახსენდება ყველაზე სამარცხვინო და სამწუხარო მოვლენა საქართველოს ისტორიაში, საქართველოს პარლამენტში რაც მოხდა, როდესაც მაჟორიტარული პრინციპის შესვლას ვისხობდით სრულად პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების გულისხმობ გადაყარეს მაშინაც როგორც ევროპასთან იყო ეს პირობა დადებული რომ ესე უნდა ყოფილიყო საერთოდ თანდაპირებით მოვიდა ხო თავის დროზე ქართული ოცნება რომ ჩვენ ამ კანონპროექტს მივიღებთ და სრულად პროპორციული სიით იქნება რომ ხელისუფლება იყოს თანაბარ ბრძოლის უნარიანი სხვა პარტიებთან მიმართებაში მაგრამ სამწუხაროდ ეს დაავიწყდა თვითონაც შემდეგ ხალხსაც დაავიწყეს და ისევ ჩვენ ოპოზიციამ გავახსენეთ რომ თქვენ პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოთ და ეს პოლიტიკური ფასი იქნება ის როდესაც თქვენ პროპორციულ არჩევნებს დანიშნავთ ცივი უარი მივიღეთ თანხმობის შემდეგ რა თქმა უნდა გადაგდების მომენტს გულისხმობ რაღაც სისულელეები ისაუბრეს და დუმარე პარლამენტის წევრები ვნახეთ რომელსაც ერთი სიტყვა არ უთქვიათ თავის მოღვაწეობის განმავლობაში რომლებსაც დაიწყოს უცებ ახსნა თუ რატომ გადაყარეს ხალხი თუ რატომ ჯობდა მაჟორიტარული სისტემა და შემდეგ როდესაც ზეწოლა განხორციელდა, როდესაც პოლიტიკოსებმა ხმა ავიმაღლეთ და საერთაშორისო ზეწოლა იყო, მე ვიხილეთ რომ 15 მანდატი დათმეს, პროპორციულ სიაში ჩაწერეს და ეს თავის გამარჯვებად გამოაცხადეს და ერთმანეთს ულოცავდნენ რომ ეს რა გავაკეთეთ და რა მაგარი კანონპროექტი მივიღეთო. თითქოს ეს მათი ინიციატივა იყო და თითქოს მათი ნების გამოვლენა იყო, როცა პირიქით მაქსიმალური ზეწოლა გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ეს 15 მანდატი მაინც რამენაირად გამოგვიგია მათთვის. და მაინც აქვთ თუ არა პასუხისმგებლობა პოლიტიკური ოპოზიციონერებს თუნდაც პარლამენტის ტრიბუნალის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს ერთხელ უკვე განმარტე და გავიმეორებ, პარლამენტი არის არალეგიტიმური დღესდღეობით. მოსახლეობამ აირჩია და შევიდა, ხო, გარკვეული პროცენტული მაჩვენებლით პარლამენტში. ნდობა ყალბი მონაცემების გულისხმობთ ალბათ. ყალბი იყო თუ არა ყალბი იყო რაღაცა გარკვეული პროცენტული მაჩვენებელი მე არ ვაღიარებ იყო თუ არა და ასე შემდეგ ანუ ამას ვერ შევთანხმდებით არ იყო თუ ამაზე ვერ შევთანხმდებით რადგან ალბათ სხვადასხვანაირი წარმოდგენა გვაქვს და სრული უფლება გვაქვს მაგალითად ნაციონალურ მოძრაობას რამდენი 1000 მხარდამჭერი ყავს კი ბატონო შემდეგ იმათი ხმები მიცემულია ხო მისცეს ხმები და შესაბამისად პარლამენტში შევიდა. მოდი, რატო არ უნდა გამოიყენონ საპარლამენტო ტრიბუნა? ძალიან მარტივად აგესმით ახლა. ჩვენ შევდივართ ხალხის მიერ მოცემული ლეგიტიმაციით, ხო? ანუ რეალურად სანამ ჩვენ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ, ხალხის აზრით უნდა დავინტერესდეთ, როგორ ფიქრობთ, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ თუ არა ეს ხმები, რომელიც გაყალბებულია, უნდა შევიდეთ თუ არა. არ ვიცი ნაციონალური მოძრაობა როგორ მოიქცა, არ ვარ ვალდებული მათი მოქმედებები ან გავამართლო ან გავამტყუნო, ვერც ხედავ ამაში პრობლემას, ყველა პარტიას თავის მოქმედების გეგმა აქვს, თავის მოძრაობებელი აზრები და ძალა აქვს, საიდან იკვებება რომელი პარტია, საიდან იკვებება, არ ვიცი, მაგრამ ჩვენი პარტია იკვებება ადამიანების აზრებით. ჩვენ რა თქმა უნდა დავინტერესებთ ჩვენი ამორჩევლის ინტერესები გავითვალისწინეთ, დავინტერესებთ როგორი შეხედულება ქონდათ ამასთან დაკავშირებით და ჩვენ შევასრულეთ ხალხის დაკვეთა, რომ უკომპრომისო ბრძოლაში უნდა ჩართულიყავით და არანაირად არ უნდა გადაგვედგა ეს ნაბიჯი, არ უნდა გამოგვეჩინა უპრინციპოა და ოდესაც ხალხი დამოვიდა ახალი არჩევნების მოთხოვნით და გავაჟღერეთ თუ სანამ ახალი არჩევნები არ იქნებოდა, მაგრამ ჩვენ პარლამენტში არ შევიდოდით, ჩვენ ეს ურყევი პოზიცია შევინარჩუნეთ ზუსტად და სამართლიანი იქნება თქვენ თუ გაგიჩნდებათ პირიქით ისეთი კითხვა, რომ ჩვენთვის წამგებიანი რაღაც რატომ გადავწყვეტეთ და ოდესაც სხვა პოლიტიკური პარტიები საპარლამენტო ტრიბუნიდან წარმატებით აღარხებენ თავისი პოლიტიკური პარტიების ესე თქვა რეკლამირებას თან წინასაარჩევნოდ ეს იდეალურია ხომ? ჩვენ თავს ეს სიამოვნება მოვაკელით, მაგრამ ზუსტად მაგიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ არა პოპულისტური გზით სვლა, არამედ ზუსტად იმ გზით სვლა, რომელიც ხალხში ჩნდებოდა და რომელიც ხალხის დაკვეთა იყო. აგვისტოა ვახოდა ოკუპაციის პროცესზე მინდა დაგისვა კითხვა. როგორ ფიქრობ ხელისუფლების პოზიცია ოკუპაციის მიმართებაში და რა უნდა ქნას ხელისუფლებამ იმისთვის რომ თუნდაც შეჩერდეს ოკუპაციის პროცესი? ქართულმა ოცნებამ ძალიან ბევრი სახელმწიფოებრივი დანაშაული ჩაიდინა, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც საკითხი არის ზეპარტიული და სახელმწიფოებრივი პოლიტიკური ინტერესების გატარება დაიწყო ესეთ საკითხში, ხო? ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ამბობს საქართველოს ომი დაიწყო და
ძინარე ხალხი დაბომბა და დახოცაო, ხო, ესეთ საშინელებებს იძახის. შემდეგ ამბობს, რომ ეს ომი იყო ტყუილი, არაფერი შედეგი არ მოუტანია, ტყუილად დაიხოცა საზოგადოება და შემდეგ ხედავთ 2 აგვისტოს როგორ გადიან და გმირების საფლავებზე როგორ დგანან, თავს იწონებენ და ლიქნელობით არიან დაკავებულები და ამბობენ, რომ აგერ გმირების საფლავებთან მოვედით. როგორ შეიძლება რომ ის ადამიანები დაიღუპნენ ტყუილა უბრალოდ და ამავდროულად გმირებიც არიან, ეს ხო არის სიცხვი, არ ლოგიკური. ეს ადამიანები რეალურად არიან გმირები, მაგრამ ზუსტად იმიტომ არიან გმირები, რომ მათ სიკვდილი არ იყო ესეთი უმიზეზო. მათ თავისი ბრძოლით, თავისი სიკვდილით უბრალოდ ბრძოლის სახელმწიფო ბრძოლის უნარიანობა დაანახეს, ხო მტერს? ვაჟკაცობა დაანახეს, თავმოყარეობა დაანახეს, არა საკუთარი ქვეყნის თავმოყარეობა და ქვეყნის იმიჯი დაიცეს იმ მომენტში. 2008 წელს მე მახსოვს გადაცემების 2008 წლის ომთან დაკავშირებით სხვადასხვა გადაცემები მზადდებოდა ხოლმე, მათ შორის რუსული და მე ყურადღებას ვადევნებდი ხოლმე, მაინტერესებდა რუსული მედიის დამოკიდებულება და ყავდათ ხოლმე მოწვეული გენერლები და საუბრობდნენ იმასთან დაკავშირებით, როგორ მზადყოფნაში იყო ქართული არმია და როგორი წარმოუდგენელი იყო მათთვის ის წინააღმდეგობა, რა წინააღმდეგობას ჩვენი ჯარისგან იხილეს, ხო? ეს ომი იყო ჩვენთვის პრინციპული ომი და სიამაყისთვის ბრძოლა იყო ეს, ხო? საერთაშორისო პარტნიორებს, ჩვენს თანამეგობრობას, ჩვენს მტერს დავენახებთ, ჩვენ ბრძოლისუნარიანი ადამიანები ვართ, რომლებიც არ შეეგუება არავითარ კომპრომისებს მტერთან. და როდესაც ამ დროს თავარი მართველი ძალა პარტია გამოდის და ამბობს, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი უბრალოდ და ხალხი ტყუილად დაიხოცა, ну, არ ვიცი, ამაზე მეტი სირცხვილი რა შეიძლება რომ ჩვენ ვიგემოთ, მით უმეტეს საერთაშორისო არენაზე მე არ მესმის. თავიდანვე რა დაპირებით მოვიდა, ხო, ქართული ოცნება გვაახსოვს ჩვენ, რომ რა თქმა უნდა მე პროდასავლური ხელისუფლება ვიქნები, მივიდი დასავლეთისკენ, მაგრამ ამავდროულად არ გავაღიზიანებ რუსეთს იძახს. აი თქვენ დაგისვათ ამ გითხოვს, თქვენი ეს რამდენად რეალურია, რომ რუსეთი არ გააღიზიანებდა, თან დასავლური ორიენტაციის ადამიანი იყო. ეს არის ყოველად შეუძლებელი. მაგრამ საზოგადოების მიამიტურ განწყობაზე მიამიტური განწყობით ისარგებლეს და ესეთი ცდარი და ტყუილით გაჯერებული დაპირებით მოვიდნენ, ხო? კი ბატონო, არ გაღიზიანების პოლიტიკა ვიხილეთ ჩვენ რა შედეგებიც მოგვიტანა და ერთადერთი სიკეთე რაც ამ არ გაღიზიანების პოლიტიკამ მოიტანა არის ის რომ ქართული ოცნების ლიდერებს თითქმის ყოველ კვირა აქებს, ხო? რუსეთის წარმომადგენლები, დეპუტატები არიან ესენი თუ საგარეო უწყების წარმომადგენლები დგანან და აქებენ ქართული ოცნების წარმომადგენლებს. მხოლოდ ეს სიკეთე მოიტანა და მხოლოდ ქართული ოცნების ლიდერებისთვის მოიტანა არ გაღიზიანების პოლიტიკა. რა არის საჭირო რომ შეწყდეს ოკუპაცია? როგორ ფიქრობ? განვითარება, მხოლოდ პირდაპირ დიპლომატიური მოლაპარაკებაც რუსეთთან არავითარ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, სანამ რუსეთი ჩვენ არ დაგვიწყებს საუბარს ისე როგორც პატივსაცემ სუვერენულ ქვეყანას, მანამდე არ შეიძლება ჩვენი ურთიერთობა ჩვენი და რუსეთის და იმისთვის რომ რუსეთმა ჩვენ სერიოზული ქვეყანა დაგვიყვას, ქვეყანა დაგვიყვას, რომელთანაც დიალოგი მასაც სჭირდება, მას უნდა გავძლიერდეთ ეკონომიურად. რუსეთზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული არც ენერგორესურსებით და არც ფინანსურად, ნუ სამარცხვინოა, ხო? ჯერ სამარცხვინოა ის, რომ ამ ხელა საგარეო ვალი გვაქვს. და მე ის არის სამარცხვინო ამ საგარეო ვალში რუსეთის ვალი შედის. მტრის ვალი გვაქვს აღებული. წარმოგიდგენთ ესეთი რაღაცა? აი, არ ვიცი, ეს ვალების პროცესი საიდან დაიწყო? უკაცრავად ვინ დაიწყო? ანუ ვალების აღების პროცესი. არის ვალების აღების პროცესი, ეს არის აუცილებელი იმ ქვეყნისთვის, რომელიც განვითარებისთვის იღწვის, ხო? ეს ოჯახებში ესე ხდება, ვალს ვიღებთ იმისთვის, რომ უფრო კი არ გავღალიბდეთ, უფრო მეტი სიკეთე უნდა მოგვიტანოს ამ ვალმა და სინდისიერად უნდა ჩაბარდეს კიდევაც, უნდა ანაზღაურდეს ყველაფერი და ჩვენი სიკეთე და ჩვენი მოგება უნდა დაგვრჩეს და ესე უმიზნოთ ამდენი მილიარდი გამოიყენო და ვერ დაასახელო რაშია წასული, ცოტა უცნაურია რა. აი ძალიან მარტი მაგალითს მოვიყვან, როგორი ფლანგება ეს ვალებით აღებული ფული შემდეგ ბიუჯეტში შედის ვითომ და შემდეგ აი გორის საავადმყოფო რომელიც ორჯერ ჩამოინგრა და შემდეგ გაყიდეს 2 მილიონ ლარად. სანამ ამ შენობას გაყიდნენ, ხვდები ხო რომელიც სანამ ამ ობიექტს გაყიდნენ, მანამდე დაცვაში იხარჯებოდა ფული, ამ ობიექტის დაცვაში, რას იცავდნენ ჩემთვის გაუგებარია, მაგრამ ამ ობიექტის დაცვაში იხარჯებოდა ძალიან ბევრი ფული. შემდეგ დაიწყეს ამ ობიექტის მშენებლობა და დაინგრა. შემდეგ ხელმეორე დააშენეს და კიდევ დაინგრა და შემდეგ ამდენჯერ დანგრეულ ამდენი ზარალის შემდეგ, ამდენი ზარალის მოტანის შემდეგ გაყიდეს ეს ობიექტი 2 მილიონ ლარად, როდესაც შეიძლება და უფრო დიდ თანხაშიც გაყიდულიყო, უფრო ნაკლები ზარალის ყოფილიყო და ყველანაირად ცდილობენ ხა თავი მოგაჩვენო, ვითომ უნაროები არიან და ბოდიშს, მაგრამ ვითომ სულელები არიან და ესეთ შეცდომებს უშვებენ და ქვეყანა ზარალში მაგიტომ იდის, ქალაქი ზარალში მიდის, მაგიტომ იდის, მაგრამ არა ვითარი. ეს არის უბრალოდ კორუფციული გარიგებები და ეს კორუფციული გარიგებები რო არ გამოჩნდეს, უბრალოდ
თვითონ უწყობენ ხელს იმას, რომ უბრალოდ უნიათოები გამოჩნდნენ, რომ უბრალოდ ვერ შეეძლიეს. ყველაფერს ჩვენურად შეუძლია საკმაოდ ჭკვიანი ადამიანების ხედან იქ, უბრალოდ თავის რესურსებს, თავის შუას იყენებენ იმისთვის, რომ საზოგადოებას ჯიბიდან ფული ამოასწავლონ. სხვა არაფერი არ ხდება აქ. ვახუ მაინც დაუბრუნდეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. დასასრულისკენ მივდივართ და რას მოუწოდებ ოპონენტებს, ზოგადად ოპოზიციას? ძალიან რთულ მდგომარეობაში ვდგავართ. მე თუ მკითხავთ, იმიტომ რომ ქართული ოცნება არ არის ის მმართველი პარტია, რომელმაც შეიძლება რაღაც სამართლიანი ბრძოლის მეთოდებით იბრძოლოს და დამარცხება ავიღოს. მე ვფიქრობ, ყველას პირველ რიგში გვმართებს სიმტკიცე და პრინციპულობა. დასახული მიზანი აუცილებლად უნდა გავიტანოთ და უნდა გავიმარჯვოთ. ბრძოლა უნდა იყოს გამარჯვებადი აუცილებლად, რადგან ჩვენ ყველანაირი რესურსი ამოვწურეთ უკვე, ყველანაირი მშვიდობიანი რესურსი კონსტიტუციის ჩარჩოებში აცეტეო და ყველა ბრძოლის მეთოდი გამოვიყენეთ და ხელისუფლებას არ ესმის. არა მხოლოდ ჩვენი, არამედ საერთაშორისო პარტნიორებისაც არ ესმის და დაგვანახა, რომ უბრალოდ დაშინებით და ძალაუფლების ხარჯზე აპირებს, რომ კიდევ მრავალი წელი გვმართოს ჩვენ, ხო? ერთადერთი რაც მოგვეთხოვება არის ეს პრინციპულობა, სიმტკიცე და მივყვეთ ჩვენი ბრძოლის გეგმას. რას უსურვებ გორს და სრულიად საქართველოს? სტაბილურობას პირველ რიგში. სტაბილურობა არის ის, რაც პიროვნულად მეც მჭირდება, ჩემს ოჯახსაც, ჩემს ქალაქსაც და ჩემს ქვეყანასაც. მე სტაბილურობის შეგრძნება ძალიან დიდი ხნის წინ დავკარგე და როდესაც ადამიანი თავს პატრიოტად თვლი და დესტაბილიზაციას ხედავს ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ხედავ, რომ განვითარება არ ხდება, არის ანარქია და გამოკითხავება, ეს შენს ბუნებაშიც აისახება და ვერ ვითარდები პიროვნულად, ესე ვთქვა და რაღაც შენი ინტერესებშიც ვერ ძლიერდები. პირველ რიგში მინდა რომ სტაბილურობა იყოს ჩვენ ქვეყანაში და მშვიდად გავაგრძელოთ განვითარებისკენ სვლა. ძალიან დიდი მადლობა შენ ჩემ გადაცემაში მონაწილეობისთვის, წარმატებებს გისურვებ. მადლობა.